გამარჯობათ მეგობრებო. ეს არის ვარდი, სქემა მოცემული და თქვენი თხოვნით გვასწავლეთო ყვავილების მოქსოვაო, ვარდის მოქსოვაო, მოვგსოვოთ. ახლა ჯემპერზე რომ მოვგსოვო, ძალიან შორს წაგვიყვანს და ძალიან რამდენიმე ვიდეო დაგჭირდება, ამიტომ მე მოვგსოვ ისევ წინდაზე. არა აქვს მნიშვნელობა, რომ მე 4 ჩხირზე ვგსოვ და აქ ვგსოვ. პრინციპი ერთია, მთავარია ჩვენ სქემის წაკითხვა და გადატანა შევძლოთ ნაკსოვზე და მოვგსოვოთ. თქვენ მერე მოგგსოვთ 2 ჩხირით 200 თვალზე, 180 თვალზე, 300 თვალზე, არ ვიცი. აი ეს წინა ვიდეო თუ კიდე წინა ვიდეო არ ვიცი, როცა თქვი რომ მოვგსოვოთ, მაშინ იყო ასეთი წინადადება, რომ აგვიხსენით როგორ მოვგსოვოთ. აი ესენი. ახლა აქ რომ მოვგსოვო ეს სქემები, ეს ვიდეო არ დამთავრდება მეგობრებო და სულ აქ ვიქნებით. ამიტომ მე მსგავსს მოვგსოვ წინდაზე და თქვენ გადმოიტანეთ შემდეგ ჯემპრებზე, ჟაკეტებზე, იმ პრინციპით როგორც მოვგსოვ და როგორც ახსნი იქ ერთი სიტყვით. ქსოვის პრინციპი ეს და ეს იქნება ერთი, კიდევ ამბობ და დავიწყოთ და მოვგსოვოთ. თქვენ შემდეგ მოგგსოვთ სხვა ჩხირებით და სხვა რამდენი თვალზეც გინდათ. თავარია ნახაზის წაკითხვა შეძლოთ, დათვლა, გადმოტანა, არა აქვს მნიშვნელობა, რაზე გსოვთ, სად გსოვთ, ერთი სიტყვით. წინდა იქნება თუ ჯემპრი იქნება თუ ჟაკეტი იქნება. აი ეს არის ახლა ვარდი და დავიწყოთ და მოვგსოვოთ. ხო, ახლა ჯერ ამინდა გითხრათ. ნახეთ ახლა. აი ეს არის დასაწყისი. ანუ ვიწყებთ ათვლას აქედან თვლების, რადგან ამ ერთ ვარდს ჭირდება აქედან აქამდე თვლები. 17 თვალი სიგანეში. რიგი სიმაღლეში არის 18. ეს თვლები უნდა დავტოვოთ და აქ რომ მოვალთ, აქ მოვგსოვთ. ეს არის პატარა, რა ქვია, ტოტი. ვარდი რაზეც არის, ეს იქნება სხვა ფერი, ეს იქნება სხვა ფერი. ახლა ჩვენ რომ ეს აქედან დავიწყოთ, აი ეს ვარდი ვერსად ვერ მოვგსოვთ, აქეთ ადგილი არ გვექნება. ამიტომ ვიღებთ იმ ნაპირს, აი სადამდეც მოდის ეს ყვავილი, თუ ნახაზი, თუ იქნება მტრედი, იქნება, რა ვიცი რა იქნება, ჟირაფი, რაღაცა გაქვთ ნახატი და უნდა გადაიტანოთ, მოგგსოვოთ, ხო? აი სადამდეც არის გასული, სადამდეც არის მისული, იქიდან იწყება თვლების ათვლა. მე ხო ვიწყებ აქედან ქსოვას, მაგრამ ვერ დავიწყებ ამას აქ, რადგან მჭირდება ფართი აი ეს აქამდე. ამიტომ ნახაზი სადღაც ვნახე მე ეს სქემა, გადმოვიტანე და უნდა მოვგსოვო. აქედან დავაკვირდები, ეს სადამდე მოდის ეს, ხო? აი აქამდე მოდის სქემა. ჩამოვყვები მე და აქედან უნდა დავიწყო ქსოვა. და ვიწყებ ათვლას. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 თვალი უნდა მოვგსოვოთ ჩვეულებრივ,
რომ შემდეგ დავაყენო მხოლოდ აი ეს მწვანე თვლები ამ ვარდის ტოტი. ახლა რო არ დაიბნეთა თვალი სადმე არ გაიქცეს, აი ასე, აქედან ვიცი რომ უნდა დავიწყო, დავთვალეთ 11 თვალი მგონი, ხო? 1 2 3 4 5 6 7 8 9 ბოდიში. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 თვალი უნდა მოვგსოვო და აი მე მზად მაქვს უკვე აქ მოსაქსოვი და ვიწყებ ქსოვას. კი ბატონო. მოვგსოვ 11 თვალს და ნახეთ ახლა. რანაირად მოვგსოვ, ცოტა რთულია ჩხირებით აქ კამერასთან. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 თვალი მოვგსოვე. ეს თვლები სულ მჭირდება შემდეგ მე ეს ვარდი მთლიანად რომ მოვხატო აქ. ახლა ნახეთ. და მაქვს ფოთოლი თუ ტოტი თუ რაც არის იქ, ხო? აი ახლა ჩავამატებ მე ამ ძაბს, რადგან აქედან იწყება. გავამზადე მე მოსაქსოვად ფერი ჩავამატე, ვინც ასე ვერ დაიხვევს ძაბს. ძაფების მაღაზიაში არის სათითეების სპეციალური რამდენიმე ძაფის მოსაქსოვად ერთდროულად. ოღონდ სად, ნუ მეკითხებით, არ ვიცი საქართველოში სად რა არის ძაფების მაღაზიაში. ახლა აქ ნახე 1 თვალი, შემდეგ ეს 2 თვალი ცარიელი უჯრა კიდე 2 თვალია, ხო? თითო უჯრა ხო არის თითო თვალი, სქემა ნებისმიერი სადაც არ უნდა ნახო, აუცილებლად იქნება მოხატული თუ გადმოტანილი თუ როგორც არის სქემა, შედგენილი, ასე ვთქვათ, აუცილებლად უჯრიან ფურცელზე. რადგან თითო უჯრა თითო თვალია, თითო უჯრა თითო თვალია. ამიტომ დავთვალე მე აქ 11 თვალი, რომ თითო უჯრა ცარიელი, თითო თვალია და ეს ცარიელი უჯრები არის ფერი, რა ფერითაც ვგსოვ ახლა მე წინდა მთლიანობაში, ეს ხოა წინდა, აი ეს ხო არის წინდა. ეს ლურჯი, რომელიც არის ახლა მე მჭირდება მწვანე. მოვგსოვე. სქემა მეუბნება 2 ცარიელი უჯრა ჩანს იქ და მეუბნება 2 თვალი მოგსოვე ჩვეულებრივ, რასაც გვსოვდი წინდას. შემდეგ კიდევ 1 თვალია. შემდეგ ჩვეულებრივად. ხო არის ასე, არა? 1 2 და შემდეგ ისევე ეს, რაც ავირჩიე მე ამ შემთხვევაში მწვანე. და ნახე ახლა, სქემა აქ მთავრდება. და რატომ მთავრდება აქ, ნახე? აი, აქაა ბოლო, აქ რო ჩამოყვე, უკვე ეს ვარდი აქ მთავრდება. ამიტომ აქამდე ვითვლით, აქ ვერ გაჭერდები, იმიტომ რომ ეს მერე გჭირდება თვლები რომ გახვიდე აქამდე და მოგსოვო, ხო? აქამდე. აქიდან აქამდე. ამიტომ უნდა ესაც გაითვალისწინო, ამას რო გსოვ აქ. ახლა 1 და 2. 1 2 და 3 უკაცრავად. 1 2 და 3.
მოვგსოვე 3 ლურჯი თვალი რაფერითაც ვგსოვ ახლა მე წინდას და აქ სქემა მთავრდება. ახლა ნახე, მე ხელა ახლა უნდა დავიწყო მეორე ისევ კიდე ვარდი. მაგრამ აქ ახლა ხო უნდა გამოვტოვო ვარდს და ვარდს შორის რამდენიმე თვალი. შემდეგ ეს ვარდი აქედან რო დავიწყებ და მოვგსო აქამდე ხო მოვა სადღაცა რა. ზედ რო არ მივაკრა და რო არ დამეკარგოს მე ეს ნაგვსოვში ერთმანეთში არ ამერევს ყველაფერი. გამოვტოვებ 1, 2, 3 თვალი, ჩემი არჩევანია ხო, ჩემი ნება არის. 3 თვალი. ეს რაც მოვგსოვე 3 თვალი, ეს იყო ამ სქემის, აქამდე მთავრდება, მოდის და აქამდე მთავრდება ვარდი. აქ. ეს ახლა დავამატემე და გამოვტოვებ შემდეგი ვარდის დაწყებამდე 3 თვალს. აი ასე ვითვლით. 2, 3. თან ეს ძაფი მომაქვს აუცილებლად. ეს ახლა ყველგან მჭირდება მე ხო? სადაც მივდივარ ვგსოვ თან ამ ფერით ხო ვაბამავ. ახლა ნახე. ეს სქემა დამთავრდა. მე 3 თვალიც გავითვალისწინე შემდეგ ვარდამდე, მაგრამ მე სქემა აღარა მაქვს შემდეგი. რა უნდა ვქნათ ახლა? ხო იგივეს ვგსოვ არა? დავბრუნდები და აქედან დავიწყებ ისევ ათვლას. ხო დავთვალე უკვე რომ 11 თვალი იყო აქამდე. იგივეს ვიმეორებ და მოვგსოვ 11 თვალს. 1, 2, 3. ხედავ რომ წინთელი წის მწვანე ფერი მომაქვს უკაცრავად. მომაქვს ლურჯით ვგსოვ, მწვანე ფერი მომაქვს ხო? 1, 2, 3. ეს იყო დასასრული, შემდეგ 1, 2, 3 თვალი გავითვალისწინე და ახლა ნახე ვითვლი 11 თვალს. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 თვალი. მოვგსოვეთ 11 თვალი და ეს 11 თვალი არის უკვე ამ ვარდის სქემაში, აი აქედან ვითვლი აქამდე და მოვედი რომ ახლა აქ მჭირდება მე მოვგსოვო მწვანე და 2 თვალი და შემდეგ ისევ მწვანე. ვაგრძელებ, მწვანე მოვიტანე მე აქამდე, მოვგსოვ, შემდეგ 2 თვალი არის შუაში, შემდეგ ისევ 1 მწვანი არის. ხო არ ვცდები, ასეა ხო, აი პირველი 2 აქ და აქ. შემდეგ 1, 2, 3 თვალი ჩვეულებრივად უნდა მოვგსოვო, რომ ეს სქემა დავამთავრო მე. ნახე ახლა 1, 2, 3 მოვგსოვე და ახლა კიდე 3 თვალი რომ ვარდი დავაშორო ვარდს. ნახე 1, 2, 3. ეს ვარდებს შორის 3 თვალი დავტოვე მე. სქემას ვიწყებ თავიდან. აი აქ ვარ ისევ ახლა. შემდეგ სქემას ვგსოვ კიდე. დავიწყებ ახლა თავიდან 1, 2, 3, 4, 5, 6. ვაგრძელებთ. შენ გსოვ ჯემპერზე, ჟაკეტზე, არ ვიცი. 7, 8, 9, 10, 11 თვალი. ეს არის შემდეგი სქემა ამ ვარდის. მოვიდა აი აქ 11 თვალი მოვგსოვე ამ ვარდის ახლა კიდე მწვანე 1, 2 ჩვეულებრივად ჩემ შემთხვევაში ლურჯი კიდე მწვანე. 1, 1 და 2, 1. როგორც არის სქემა, იმას ვგსოვ ახლა მე სხვას არაფერს ხო?
შემდეგ ნახე 1 2 3 თვალი რო სქემა დამთავრდეს 1 2 3 თვალი და ეს სქემაც დამთავრდა შემდეგი ვარდი ასე ვთქვათ ახლა სამ თვალს მოვგსოვა აქ აი 1 2 3 უჯერა ყოა 3 თვალია მოვგსოვ რომ შემდეგი ვარდი დავაშორო ამ ვარდისგან 1 2 3 და ვიწყებთ ისევ თავიდან ათვლას მაგრამ აქ უკვე ერთი რიგი მთლიანად შემოვგსოვეთ ჩვენ და დამთავრდა ერთი რიგი დამთავრდა მოდი მე აქ სანიშნს დავაყენებ აი აქ დავტოვებ რომ გასაგები იყოს რომ არ დაიბნე აქედან იწყება რიგი აქ მთავრდება პირველი რიგის სქემის ჩვენ მოვჭით მოვგსოვეთ აქ ხო ნახე ერთი თვალი დაგვრჩა ზედმეტი მაგრამ იმას მოგსოვ იმიტომ რომ აქ უკვე დასასრულია და როგორც მოგიწევს ისე მოგსოვ ახლა რა მინდა აი აქ რა მინდა რომ გითხრა აუცილებლად აი დავუშვათ გსოვ ახლა ჯემპერზე აქ აი ერთი და იგივეს იმეორებ ხო როგორც ეს არის ახლა ნახე დააყენე თავიდან სქემა ხო აი იწყებ ამების გსოვას შეგიძლია შენ გადათვალო რამდენი თვალი გაქვს 150 200 300 არ ვიცი რამდენი თვალი გაქვს გადათვალო და ისე მოგსოვო არა უკაცრავად ისე გაანაწილო ყვავილი ეს ხო ვიმეორებ ახლა არ ვიცი სად აქვს ამას აი აქ აქვს ნაპირი აი აქ აქვს ნაპირი ნახე აქ მთლიანად ერთნაირად მოსულა სულ აი აქ 1 თუ 2 თვალი აკლდა მხოლოდ რომ აი ასე გამოსულიყო აი და გადაება ასე ვთქვათ აი ეს არის დასაწყისი დასასრული ახლა მეორე შემთხვევაში ნახე აქ რანაირად მოხვდა სად არის არ ვიცი ალბათ აქ აი ნახე აქ როგორ მოხვდა აი აქ ასეთნაირად გამოვიდა აქედან ვიწყებთ აი აქედან ვიწყებ დავაყენე მე ყველა ყვავილი მოვედი და აი ამდენი თვალი დამრჩა მაგრამ ამას ასე არ დატოვებ აღარ ეტევა ხო მთლიანი სქემა აი ეს რაც გაქვს მაგრამ ჩვეულებრივად იწყებს სქემას თავიდან სადამდეც მივა არის მეორე ვარიანტი კიდე შეგიძლია მთლიანად დათვალო ეს რასაც გსოვ თვლები ჯემპრის ჟაკეტის მთლიანად რამდენი გაქვს შემდეგ ყვავილია თუ რასაც გსოვ სქემას რამდენი თვალი ჭირდება და გაანაწილო მიმხვდი გაყავი ის რამდენი თვალი ჭირდება სქემას მთლიანობაში და გადათვალი აქ რამდენი დაგრჩება და თუ შესაძლებელია აი აქ შუა და შუა თითო თვალი ჩაამატე მოაკელი არ ვიცი როგორც შეგიძლია რომ სქემა დაალაგო ესეც შეგიძლია რომ გაანაწილო სქემა მთლიანად ჯემპრის თვლების რაოდენობაზე თუ არა და ასე დატოვებ ახლა მე ვგსოვ ზომას ჯემპრს და მჭირდება 130 თვალი აქ მრჩება 6 თვალი ახლა ვერ ავიღებ მე ჯემპრს თავიდან 6 თვალით ნაკლებს ვერც 6 თვალით მეტს რო გინდა თუ არა ეს სქემა დავალაგო იმიტომ რომ 6 თვალი მნიშვნელოვანია ან პატარა მომივა ზომაში ან დიდი მაგრამ გააქვს ერთი ვარიანტი რომ აი შეგიძლია ამ სქემას რამდენი თვალი ჭირდება და მთლიანობაში გაყოფ შემდეგ ამ შენი მთლიანი თვლების რაოდენობაზე და სადღაც ჩაამატო თუ აქ არ გინდა რომ ერთდროულად 5-6 თვალი მოხდეს
ახლა მე მთლიანად ავიღე სქემა, მოვხსოვე, ვიცოდი აქ რაღაც სხვაობა მექნებოდა და დავტოვე რა ახლა და ასე მოვხსოვე ეს, იმიტომ რომ ჩემი ბავშვისთვის ვხსოვდა, არ იქა რაღაცა სასწაულს არ იმაშურები, ხო? და ეს გავაგრძელე, როგორც იწყებოდა სქემა და სადამდეც ჩაეტია. ყოველ შემთხვევაში აქ ერთი ფერი არ დავტოვე, მაგრამ აი შენ ასე შეგიძლია რომ გააკეთო, გადაანაწილო თვლები. თუ შეგიძლია რომ 3-4 და 5-6 თვალით ნაკლები მოგხსოვო, არ ვიცი მოგხსოვე. ან მეტი, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში თავიდან რამდენი თვალი დაჭირდება, ხო, ამას, რასაც გხსოვ, იმის მიხედვით თავიდანვე დათვალე, ამისი რაოდენობაც დათვალე და გაყავი მთლიანობაში შემდეგ, რამდენი მოგიწევს და რამდენი გრჩება ნაშთი, ასე ვთქვათ. იმის მიხედვით შეგიძლია გადაანაწილო და ზუსტად ის რაოდენობა გამოგივიდეს რა, რომ ბოლოს შემდეგ არ დაგრჩეს თვლები. აი აქ ახლა ჩვენ შემთხვევაში ერთი თვალი დაგვრჩა, მაგრამ დაგვრჩა ახლა ეს ნაპირია და არ აუშავს. აქ ვერაფერს იქამ რა, ასე ვთქვათ. ახლა მე წინ დავსვქსო, მაგრამ შენ ხო უნდა მოგხსოვო შემდეგ რაღაც რისთვისაც სწავლობ ხო ამ სქემების ქსოვას და შეგიძლია რომ ასე გადაანაწილოს სხვა დროს, როცა დაგჭირდება სქემები თვლების რაოდენობაზე, რასაც ქსოვ. ჩვენ ახლა ვიწყებთ, დაუბრუნდეთ ჩვენ საქმეს და მეორე რიგს. მოდი ეს აქ დავსვათ, რომ არ დაგვეკარგოს, სად ვართ, არ გაგვებნეს. აი მეორე რიგი, აქ ვართ ახლა და ვიწყებთ მეორე რიგს. ნახე, ისევ 11 თვალი უნდა მოვხსოვო მე, 11 უჯრა, რომ ისევ აქ უნდა მოვიდე და ამ მწვანეზე უნდა დავსვა ისევ შემდეგი რიგის თვალი, მწვანე. კი ბატონო, და მე მოვხსოვ ახლა აქ მოვალ ისევ. იგივეს ვიმეორებთ, რაც იყო პირველი რიგი, რაც მოვხსოვეთ, რომ გასაგები იყოს. მოვედი და ისევ აი აქ ვხსოვ, რომ გადაგასვაფერა. აი ასე. შემდეგ ორი თვალია ლურჯი, შემდეგ ისევ მწვანე. უი ბოდიში, აი ნახე ერთია. ეს კია აქ, მაგრამ მეორე, ახლა ნახე, აი რამხელა ყურადღება უნდა, ნახე. მოვედი აქ 11 თვალი მოვხსოვე, ისევ როგორც ეს იყო და ისევ ამ მწვანეზე მოვხსოვე ეს მწვანე, მაგრამ ნახე ახლა, ამან გადმოიწია აქეთ შემდეგმა მწვანემ, აქ თუ იყო ორი თვალი ლურჯი, ჩემ შემთხვევაში ერთი დარჩა, შემდეგ მწვანე გადმოვიდა აქ და ეს მწვანე რომი იყო, ჩვეულებრივად მოვხსოვ ლურჯს. აი აქ, მწვანე, ერთიღა დარჩა ლურჯი, ახლა ისევ მწვანე. აი, ახლა ამას ჩვეულებრივად ლურჯს მოვხსოვ და ამ თვალსაც რა თქმა უნდა და ნახე ახლა 1, 2, 3, 4 ლურჯი თვალი მაქვს მე სქემის დამთავრებამდე, წეღან 3 იყო, ახლა 4. აი ასე იცვლება სქემაში თვლები და გადაგაქვს და გადმოგაქვს ერთი სიტყვით. 1, 2, 3, 4. ეს სქემა დამთავრდა. მე ხო მაქვს 3 თვალი, 1, 2, 3 თვალი სქემებს შორის, რომ ვარდები ერთმანეთს არ მიეწევოს. და სქემას ვიწყებ თავიდან. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. ხო იყო 11 თვალი, ახლა იქნება უკვე ვარდის ტოტი.
ერთი მწვანე, ერთი ლურჯი და მწვანემ გადმოიწია აქეთ. იგივეს ვიმეორებთ ჩვენ სქემას, რაც არის აქ. იგივეს გავდივართ, რამდენი სქემაც იქნება საქსოვზე და ნაქსოვზე. 1 2 3 4 თვალი დაგვრჩა სქემის ახლა აქ, სქემა დამთავრდა. 1 2 3 თვალი ვარდებს შორის, სქემებს შორის და თავიდან ვიწყებთ სქემის ათვლას. ძაფი მოგვაქვს ყოველთვის. 1 თვალი იქიდან ამოყავს, 1 თვალი აქედან ამოყავს, 1 თვალი იქიდან ამოყავს. მოვიდა აქ ვარდის ტოტია 1 1 1 გადმოიწია მწვანემაც. სქემას ვიმეორებთ. თან ძაფი მოგვაქვს. აი ასე. ვაგრძელებთ და ახლა ვართ მესამე. 1 2 რიგი მოვგსოვეთ და ვგსოვთ მესამე რიგს. აი აქ. ახლა აქ ნახე. ჩვეულებრივად ვგსოვთ ყველა თვალს აქ როგორც ვგსოვდით, აქედანაა სქემა, ისევ აქედან ვითვლით ყოველი სქემის დაწყებისას. მაგრამ აქ ნახე, ეს მწვანები ხო იყო ორ თვალს დაშორებით. შემდეგ ხო გადმოიწია მან და ახლა 1 თვალი დარჩა შუაში. ახლა ნახე, გავაშუალედეთ, ესენი აქედანაც აქეთ გადმოვიდა, აქედანაც აქეთ და მხოლოდ 1 თვალს ვგზავთ შუაში. ეს არის ვარდის ტოტი. და ვიწყებთ ახლა ჩვენც. შემდეგ რიგს ვიწყებთ. თან ძაფი უნდა წამოვიღოთ აუცილებლად. ახლა ამას მე შევცვლი, ნახე, ყოველთვის ქვედა მხარეს მოაქცია ის ძაფი, რომლითაც ბევრი თვლები გაქვს მოსაქსოვი და ადვილად წამოიღებს ზედა ძაფს. აი ასე. ატრიალებ აქედან გამოყავს, აქედან გამოყავს და ასე შემდეგ. აი მოვედით, ნახე. ახლა ეს მწვანეც ლურჯია, აქ მწვანეა და შემდეგი მწვანეც ლურჯია. აი როგორც სქემაზეა, ნახე. აქედან აქეთ გადმოვიდა, აქედან აქეთ შემდეგი რიგი. ახლა აქ ნახე სქემის დამთავრებამდე 1 2 3 4 5 თვალია. ერთი, ორი, სამი, 4, 5 თვალია. 3 თვალი უცვლელად იქსოვება სქემებს შორის, ვარდებს შორის, ასე ვთქვათ და სქემას ვიწყებ თავიდან. გადავთვლით 12 თვალს და ისევ მწვანე შემხვდება ვარდის ტოტი. მოვედით, ეს მწვანე ლურჯი იქსოვება, ეს ლურჯი მწვანე იქსოვება, ეს მწვანეც ლურჯი იქსოვება და გავაშუალედეთ, ნახე.
და ვაგრძელებთ. ახლა აქედან წავალ მე დავქსო, შემდეგ მწვანეს სანამ არ შევხვდები და მიმაქს ეს მწვანე, რადგან ვიცი რომ ახლა მეტი არაფერია სქემაზე ამ რიგზე ჯერჯერობით, ხო? ეს ძაფი უნდა მივიტანო იქამდე, სადაც დამჭირდება შემდეგ. აი ასე მიმაქვს, ნახე. მოვედი ხო? მწვანე, ლურჯი, მწვანე. მწვანეს ლურჯად მოვქსოვ, რადგან გადმოიწია ფერმა, ახლა აქ მწვანეა, ეს მწვანეც ლურჯია და მე ისევ გავაგრძელებ. შემდეგ რაც შემხვდება და რაც იქნება, აქ ეს რიგიც მთავრდება უკვე. დასრულდა შემდეგი რიგი. და ჩვენ შემდეგ რას ვაკეთებთ? აი აქ ნახე ახლა უკვე ვიწყებთ ჩვენ წითელი ფერით უნდა მოვქსოვოთ, აი ეს უკვე ვარდი იწყება აქ. აი ასე და კი ბატონო. ჩვენ ახლა გვჭირდება წითელი ფერი, აღარ გვჭირდება მწვანე ფერი. ახლა რას ვაკეთებთ? ახლა უკვე ვიწყებთ ვარდის ქსოვას და ნახე, აქედან ვიწყებთ ჩვენ თვლების ათვლას სქემას მთლიანად, ხო? 1, 2, 3, 4, 5, 6 თვალი უნდა მოვქსოვოთ რა ფერსაც ვქსოვთ და შემდეგ იწყება უკვე ვარდის თვლები რო ჩავსვათ უკვე 1, 2, 3, 4, 5, ანუ 1, 2, 3, 4, 5, 6 ეს ფერი წინ და ჩემ შემთხვევაში ლურჯი მოვქსოვ მე 6 თვალს და ამ ძაფს წამოვიღებ თან, აი ასე. ორი, 4, 5, 6 და ვქსოვთ 2, 4, 5 წითელი, ჩვენ შემთხვევაში წითელი ფერია, 1 ლურჯი, 1 წითელი, ეს არის სულ სქემა, ნახე. 1, 2, ახლა ლურჯი ფერი მოგაქვს. 3, 4, 5. 1 ლურჯი და 1 წითელი. აი აქ, ნახე. მოვქსოვეთ 1 ლურჯი, 1 წითელი. ნახე ახლა 1, 2, 3, 4, 5 თვალი ჩვეულებრივი ფერი უნდა მოვქსოვო ლურჯი, ჩემ შემთხვევაში და სქემა მთავრდება. 5 თვალი, კი ბატონო, ნახე 1, 2, 3. მე ახლა წინდაზე ვგსოვ, ხო? შენ მოგსოვ ჯემპრზე, ჟაკეტზე 2 ჭყირით. და აგრძელებ. 4, 5. და აქ სქემა მთავრდება. ვიწყებთ ახლა ეს 3 თვალი შუაში რო ვგსოვთ, სქემებს შორის 3 თვალი დაამატე და ვიწყებთ სქემას თავიდან. აი აქედან ისევ შემდეგ სქემას 1, 2, 3, 4, 5, 6. 1, 2, 3, 4, 5, 6. თუ გახსოვს 5 თვალი იყო ვარდის,
2 3 4 5 ერთი ლურჯი იყო, ერთი ისევ წითელი და 1 2 3 4 5 თვალი სქემა რო დამთავრდეს. 1 2 3 4 5 შემდეგი სქემა აქ მთავრდება პლუს 3 თვალი 1 2 3 სქემების შორის და ვიწყებთ თავიდან შემდეგ სქემას 1 2 3 4 5 6 6 1 2 3 4 5 6 შემდეგ სქემას ახლა 5 თვალი გვაქვს ჩვენ ვარდის და მოვგზავნოთ 5 თვალი 1 2 სქემას ვიმეორებთ და ვიმეორებთ რიგზე სანამ არ შეიცვლება რიგი 3 უკაცრავად 3 4 5 ერთი ლურჯი ერთი წითელი შემდეგ არის 1 2 3 4 5 თვალი ჩვეულებრივ 1 2 3 4 5 თვალი შემდეგ არის სქემებს შორის 3 თვალი 2 3 1 გვაქვს აქ ზედმეტი და რიგი დამთავრდა აქ გადავდივართ შემდეგ რიგზე რომ მოვგზავნეთ და მოვედით ირგვლივ და წამოვედით ის სქემები ხო მოვედით ისევ აქედან ვიწყებთ ისევ აქედან რამდენი რიგი დამთავრდება და აქ მოხვალ იმდენი თავიდან იწყებ ათვლას 1 2 3 4 5 1 2 3 4 5 ეს ცარიელი უჯრები რომ არის ეს არის წინდის ფერი შენ რა ფერითაც გსოვ ფონი რომელზეც გსოვ სქემას 1 2 3 4 5 6 7 თვალი უნდა მოვგზავნოთ ახლა ჩვენ ვარდის აი ეს 1 2 3 4 5 6 7 მოგზოვე 7 თვალი ვარდის და აქ მეტი არაფერი არ მაქვს მე მხოლოდ მოვალ აი სქემა უნდა დამთავრდეს ხო 1 2 3 4 5 6 თვალი მაქვს სქემა რო დამთავრდეს ოქსო ჩვეულებრივად ხო 2 4 5 6 თვალი აქ სქემა დამთავრდა სქემას ვიწყებთ თავიდან უკაცრავად 3 თვალი რიგებს სქემებს შორის 3 თვალი და შემდეგ ისევ სქემას ვიწყებთ თავიდან არ დაგავიწყდეს სქემებს შორის რამდენი თვალი გაქვს დატოვებული
და ვიწყებთ აი ისევ 1 2 3 4 5 6 და 7 თვალი ვარდის აქედან ისევ დამთავრდება სქემა, რამდენი თვალიც არის სქემამდე, შემდეგ სქემებს შორის რამდენი თვალიც გაქვს დატოვებული და შემდეგ ისევ სქემას იწყებ თავიდან. რამდენი თვალიც არის რიგზე გაწერილი და რამდენსაც მოითხოვს. აი, აქედან უკვე შემდეგი ვარდი იწყება. აქედან ისევ გადავთვლით და აქ უკვე რიგი მთავრდება. მოვგზავნეთ შემდეგი რიგი. ვიწყებთ თავიდან და აი ახლა ნახე აქ როგორ იყოფა. ჩვენ მივყვებით ეს რიგი მოვგზავნეთ როგორც არის, წავიკითხეთ აქიდან აქამდე რა რამდენია, წავიკითხეთ და მოვგზავნეთ ასე დათვლით. და შემდეგ რიგზე გადავდივართ, რასაც გვაძლევს იმ რიგზე სქემა ვგზავნთ ზუსტად ისე იმ რაოდენობით რა ფერშია, ნახე? აქედან ვიწყებთ ხო ათვლას 1 2 თვალია, 2 უჯრა ცარიელი, ეს იმას ნიშნავს წინდის ფონია, რასაც ვგზავნთ. 1 2 თვალია ჩვეულებრივი, 1 2 3 თვალია ვარდის, 1 2 3 თვალია ჩვეულებრივი, მოვგზავნოთ. 2 ლურჯი ფონია ეს. 3 ვარდს რაფერითაც ვგზავნთ. 3 ისევ ლურჯია და ნახე. ხომ მოვგზავნეთ 2 3 3. ნახე. შემდეგ ვაგრძელებთ 1 2 3 4 ეს ვარდის ფერებია. 1 ჩვეულებრივია, 2 ისევ ვარდისა, 1 2 3 და სქემას ვამთავრებთ აქ. 1 2 3 4 ეს არის ვარდს რაფერითაც ვგზავნთ. გვჭირდება 1 ლურჯიო 100 ნახაზზე ამ რიგზე, 2 წითელიო და 1 2 3 რო სქემა დამთავრდეს, ისევ ლურჯი გვჭირდება. ორი და 3. თან ყოველთვის 1 მეორე ძაფი მოგაქვს, რასაც გსოვ. ეს აქ დამთავრდა სქემა. 3 თვალს მივამატებთ და მოვგზავნთ სქემებს შორის 1 2 3. სულ უნდა თვალო, სულ რო არაგერიო სქემას იწყებ თავიდან და ნახე 1 2. 1 2. ახლა 3 არის წითელი, იმიტომ რომ აქ უკვე ვარდის რაღაცა იგზოვება. ჩვენ მხოლოდ რიგზე რაც არის იმას ვითვალისწინებთ, შემდეგ არ ვიცით რა იქნება. 3 არის ლურჯი
აი ასე 4 არის წითელი 2 3 4 არის წითელი 1 არის ლურჯი 1 2 არის წითელი და 1 2 3 არის ლურჯი აი მეგობარო აი ეს სქემა ასე მოვგსოვეთ ეს არის რა ფერზეც გვსოვთ, ეს არის რა ფერითაც გვსოვთ, ეს არის იგივე რა ფერზე გვსოვთ, ეს არის იგივე რა ფერით გვსოვთ, აქ 1 ჩავამატებთ, აქ 2-ია ისევ მერე ვარდის და სქემა მთავრდება 3 თვალი. 3 თვალი. ახლა მოვგსოვ სქემებს შორის 3 თვალი დაშორებას 2 და 3 ვიწყებს სქემას თავიდან 1 2 ლურჯი 1 2 3 წითელი 1 2 3 4 ლურჯი ბოდიში 3 ლურჯი 3 ახლა 1 2 3 4 წითელი 1 ლურჯი 2 წითელი და 1 2 3 ლურჯი ეს რო სქემა დამთავრდა ეს 3 თვალის სქემებს შორის და რიგიც დამთავრდა ეს მეოთხე კიდე ზედმეტია აქ ვიცით. შემდეგი რიგიც დამთავრდა. ისევ აქ ვართ თავიდან და გადავდივართ შემდეგ რიგზე. ახლა წავიკითხოთ შემდეგი რიგი ნახე რას გეუბნება. აქედან ხო ვიწყებთ ათვლას. 1 თვალია ჩვეულებრივი სქემის ლურჯით როგორც გვსოვთ წინდას 1 2 3 4 თვალია წითელი ჩემ შემთხვევაში შენ არ ვიცი რა ფერით მოგსო 1 2 3 4 ეს ცარიელი უჯრები წინდაა ლურჯი ჩემ შემთხვევაში და ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 თვალია ახლა წითელი და 1 თვალი აქამდე ხო მოდის სქემა არა აი აქ აყევი 1 თვალი დაგრჩა აქ ლურჯი და დავიწყოთ ახლა ეს სქემა როგორც აქ არის გადმოტანილი ასე მოვგსოვოთ ჩვენ ახლა აქ ამას ახლა იმიტომ ხსნიდა ძალიან ბევრი მაქვს ახსნილი მსგავსი რომ მერე თქვენ თვითონ მოგგსოვოთ და მე აღარ მკითხოთ სქემა აგვიხსენი როგორ მოვგსოვოთო ახლა იმიტომ გიხსნით ამას და ბევრი ვიდეო გვაქვს ამაზე ახსნილი ხო აღარ მკითხოთ იმიტომ კი არა რომ მე აღარ გეტყვით რომ მე როცა არ ვიქნები და ყოველთვის არ ვიქნები თქვენ თვითონ მოგგსოვოთ ერთ სიტყვით 1 2 3 4 წითელია აი ხო არის 4 წითელი 1 2 3 4 ეს ხო წითელია ვარდია ხო მოხატული 1 2 3 4 ეს ცარიელი უჯრა ახლა აქ არის ლურჯი შენ არ ვიცი რა ფერი გექნება 1 2 3 4 მოვგსოვე ესაც ახლა ნახე 1 2 3 4 5 6 7 8 მოვგსოვ წითელს 1 2 3 4 5 6 7 8
და ერთი ლურჯიღა დამრჩა აქ, აი ერთიღა დამრჩა, ხო ერთი უჯრა. სქემა დამთავრდა, სამ თვალს მოვგსოვ, ეს არის სქემებს შორის რაც იქსოვება. 1, 2, 3 და სქემას ვიწყებ თავიდან. ერთი ლურჯი ვაგრძელებ მე აქ. 1 ლურჯი 4 წითელი. 1, 2, 3, 4. 4 წითელი. 1, 2, 3, 4. 4 ლურჯი. 1, 2, 3, 4 ლურჯი. ახლა 8 წითელი, ხო? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. 1 ლურჯი და აქ სქემა დამთავრდა. სქემას ვიწყებ თავიდან. 1 ლურჯი და 4 წითელი. 1, 2, 3, 4 წითელი. 4 თეთრი. თეთრი არა, ბოდიში, ლურჯი. 2, 3, 4 ლურჯი და 8 წითელი ისევ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 1 ლურჯი ახლა დასასრულია სქემის. უკაცრავად. 1, 2, 3 ლურჯია სქემიდან სქემამდე და ეს 1 ზედმეტი თვალია, რადგან აქ რიგი დამთავრდა. ჯერჯერობით აი ჩვენი სქემა. ისევ დასაწყისში ვართ და აი აქ ვართ. ახლა აქ ნახეთ. გამოვიდა უკვე ეს ნაპირში, აქ ჩვენ აღარა გვაქვს ლურჯი ფერი ამ შემთხვევაში და პირდაპირ აი აქედან იწყება ეს წითელი რაც მოდის 1, 2, 3, 4, 1 ლურჯი იქნება, 1, 2, 3, 4, 1 ლურჯი იქნება და 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 უკვე აი აქაც უკვე ნაპირში გამოვიდა. აი ნახე ახლა შეავსო ამან აქედან აი აქედან აქამდე მთლიანი ეს სქემა, ამიტომ ვითვლიდით ამ თვლებს აქ და გვჭირდებოდა შემდეგ აქეთ და შემდეგ აქეთ, რომ აი ეს რო გადის სქემა საიდან სადამდეა, ის თვლები უნდა გავითვალისწინოთ მთლიანად. ახლა ასე გავაგრძელებთ, ნახე, აი სადამდე ეს შევსილია, მერე იკლებს, აი აქ და ამოვალთ აი აქ, ნახე, და მოიხატება მთლიანად ეს ნაკსოვზე ვარდი. მოგხსოვეთ მთლიანად მეგობრებო და გამოგვივიდა აი ასეთი ვარდები. ეს ვარდები თქვენ შეგიძლიათ მოგხსოვოთ ჯემპერებზე, ჟაკეტებზე, წინდებზე. მთლიან ვიდეოს აქ ვერ ჩავწერდით და ორ ნაწილად ჩაწერას ისევ ასე ჯობდა, უკვე ვიცით როგორ დავიწყოთ დათვლა, საიდანსად განსაზღვროთ, როგორ გადავთვალოთ სქემის შემდეგ სქემა, როგორ
გავაგრძელოთ, აი ეს არის 3 თვალი დააკვირდეთ, სქემებს შორის რო ვტოვებდით, ნახეთ რა კარგად გამოიკვეთ ახლა სქემიდან სქემამდე ადგილი. აი მეორე მხარესაც, აი ასეთი გამოგივათ თქვენც თუ გააგრძელებთ და მოგსოვთ ისე, აი როგორც დავიწყეთ და როგორც ვაკეთებდით. ესაც სქემა თუ ვინმეს აინტერესებს და თუ ვინმეს უნდა რომ გადაიტანოს და მოგსოვოს. ასე იქსოვება ვარდები, ვისაც აინტერესებდა როგორ მოგსოვოთ ყვავილები და ის ჯემპრები რო დავდე და სქემები რო რატომ არ გვიხსნითო როგორ მოგსოვოთო, აი ასე იქსოვება მეგობრებო და ასეთი ვიდეოები ბევრი გვაქვს კიდევ ჩაწერილი ჩვენ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.